გამარჯობა ოქტოპუსის მაყურებლებო. ერთკვირიანი ლაივის შემდეგ გუბრუნდებით ვიდეოების გადაღებას და კვლავ სახლურ ვიდეოს გთავაზობთ. ამ ეპიზოდში რეიტინგით არ გავყვებით ობიექტებს. უბრალოდ ერთმანეთს გავასინჯებთ ჩვენ მიერ შერჩეულ პროდუქტებს. ზოგიერთი იქნება გამოძახებული, ზოგიერთი კი ისეთი გამოძახებაზე რომ არ არის და არც არასდროს იქნება. ეს ნორიოს იმაში აუზდო რა მოვიყვანეთ ეგენია? აი შეჩება არ მინდა. იმედია ჩვენთან ერთად გაერთობით და ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდებათ. აი, დავიწყოთ, ბაბ. მოგესალმებით ოქტოპუსერებო, ეს არხი ოქტოპუსია, მე ლუკა ვარ, გიორგი ცოტნე. გამარჯობა. ძალიან უყვართ ეს ფორმატი ჩვენ მაყურებელს შეუყვარდა. მეც ძალიან მიყვარს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მე და ლუკა შანსი გვაქვს, რომ ისე გვერდ დავჟერდ და ვიდეო გადავიღოთ. თორე აბიჭო, თქვენ კი გაქვთ თქვენი პოდკასტი და ლაპარაკობთ და მე და ლუკას არ გვეძლება საშუალება და ოქტოპუსის ადმინისტრაციას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომ ადგილი რო გამიცვალა გუნდში. მამიკო მიცის ეს თმარო შეიღებე. სანამ დავიწყებთ, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ჩვენი წარმოდგენი, რომელიც არის Edson Sport. ეს აი დედამიანა კამერას იმას ქნა. გაუკეთო. რაღაცეები რა. კარგი, მოდი პრეზენტაციას გავუკეთებ, მე დავიწყებ. მოდიში მე ბევრს არ ვილაპარაკებ. დღეს იმიტომ რომ არ მოგწონს. ცოტნეს ქონდა გამოსვლა ბობოყვაჩი მღერო და გახსნაზე კონცერტი ხონდა და გამოსვლა კაცო ყველა მოიცით, ისი ბრალიც არის. ბევრი მინეტი. პატრიცევოლ მეგობრებო, ეს არის მარტყოფის შაურმა. და ვესტის შაურმა ქვია, დიდი სიყვარულით გამოგვატანეს. შაურმა. ხილო, შეჩემა. ეს დაფით ხონდა დამაგრებული? ხო. გითხარი? ანუ ხონდა გითხრათ მაინც. გითხარი იქ მას არ შეეხოთ და პაზლებს გო შეჩემა. ხო თქვი ეს დედა ატირებული კიდე კაცი. ანუ ფუთხით იყო შეჩემა. აი ამაზე იყო შეჩემა, აი ამას დამაგრება გაუგია, ვის გაუგია? გადაღებაზე წვიტავს იმას შეჩემა, ეს სარეკლამოს. დათო. Flashback. ეს არ გაყო. ვერ მოვასწარი ჩატ. ის განათება აღარ გვაქვს. თების ეს მივწერო ელემენტებზე. დაუბალტო რა, ხო. აი, გავჭრათ. მოიცა მე ავიგე. ეს არის მარტყოფის შაურმა, ვესტის შაურმა, ეგრე ქვია. ისტი, ვესტი, ვისტერ, ბისტი. იო, ბიჭო, მარტო თავზე რა გჭირს? აუ გაი შეჩემა ყოველწამს იმით ხوار მიჯდები სალფეთ. დამაყურინე და პანჯარა და სხვა. წაგარო გიჭხუბებოდა მე არ იყო. რა ვიდები. მოიz ადგილზე რა იქნებოდა ახლა. ბოლომდე უნდა ჭამოთ თუ გასინჯვა თუ არა, აი. ზუდი არ არის, просто ის რა ქვია. ნაჭრები არის ხორცის ძალიან წვრილად. პირიქით წვრილად. უშველა ხმაზე. ციზაკა. ხო, არა, ცუდი არ არის, ბევრ დუარის შაურმები მიჭამია აქ. 13 ლარია და მე რატომ მარილია ცოტა მეტი. აი, კონსოლზე მე მემბლაშება მეკითხულზე ან ოდნავ მარილია მეტი. წელ შაურმა მქონდა ნაჭამი და ერთ-ერთი ცნობილი შაურმა გამოვიძახე და ვახ. თუდაადებს შევა. კარგი, თუ დაადე. ეს ჯობია. ჩემი აზრით. ეს 10-დან 5 მაინც არის. ხო, ძალიან სიყვარულით გამოგვატანეს, რომ გიყურებთ. 10-დან 6. ნუ ავაში დაზიანდებოდა მგზავრობის. რა დაზიანდებოდა, ვიდრე ჩამოვიტანე იდეალური. რა პრეტენზიები გაქვთ? არა, ჩაიორთქლდებოდა და ცოტა. ჩაიორთქლებოდა თქვენ ხარ ჩაორთქლილი აშკარად. უნიტაზზე. მე დღეს ამაზე მაგიტაოდებს. ვერაფერს ვერ ვიტყვი იმენა ყველაფერს ეს უნიტაზზე ვიცათ. ცოტაღან შეიძლება მაიკა გაიხადოს. ცოტა შეყოს მოურჩიო. სხვათა შორის ჯდომას რა შეეხება, იმდენი ვერ ეს ნორმალურ სკამზე დავსვა. შეხედეთ რაზე ვზივარ, მოდი. აღე. ბალიშებზე დამსვეს. თვითონ ზიან კაი სკამებზე. კაი, ტუალეტი რო იყო. გადავიდეთ შემდეგ ლოტზე რა. მონტაჟი, გაშოკი დაუთ რა მონტაჟი. კოთანი. აუ, იაპონური ვისკი. ვისკი არ არის. ის არის რა ქვია? სპირტიანი სასმელი.
სპირტიანი აი მას არა. არ უხდეს. მეც მინდოდა კონდიშ, ექსპერიტი არა, ექსპერიტა წერია. სპირტი. მე ჯერაც კიდე იმას ვაკითხულობ. სანამ ამაზე გადავალთ, წინა შენ მოტანილ შაურმას უნდა დაუწეროთ ქულა. მე კრეატიულობაში გაკლებ ქულას, იმიტომ რომ შაურმა არის, ანუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული. გემო ცუდი არ იყო და ჯამში იყოს 7 უნდა. ნუ მე იმიტომ რომ შაურმა მოიტანე გერო კრეატიულობაში რა თქმა უნდა ქულას გიმატებ. მინდოდა რომ დამეწერა 7-იანი, მაგრამ 8-ს დავწერ. მე გიორგი ცოტა ყელზე მიშველა და 8 ქულას ვიწერ. იქიდან გამომდინარე რომ მეც ახლა გავსინჯა, მეც ხო არ ვიცოდი, ანუ მე შევაფასებ და ვიტყვი რომ 10-დან აი სადღაც 7.5 ეკუთვნის და რა არის ეს? აპტიჩკა, ანუ ჯინი ამოვაშ. ანუ სპირიტ თუ არის, ესე იგი სპირტი არ არის მართლა? არა, სულებითაა სავსე. როგორ 42%-იანი ის არის. 42% სული აქვს. იქა ჭიქები გვინდა იმის არხი. ბიჭო, მეოთხე არ არის? არა, სამოიტან. ფოთლიდან დალევს ცოტნე. მეც მქონდა თავიდან იდეა რამე ალკოჰოლის ყიდვის, მაგრამ მე დალიე და აღარ მოიტანე. რო იყიდო, ჩემი ბიუჯეტი არ არის ეს და. ჩვენ გამწეროს მინდა მიმართო რომ საინგნსონ ნაშნა ოროს ნახარაგონვა. კაპიტანი ჩინგა გუჯი გვიყურებს იქიდან. სმოლიე, ხოდევა. ხოდეიო. ონიში ვახარა. ხოდევა. აბა, ვინც ამას 7-ზე ნაკლები დაუწეროს, იმას დავაჯვიხილებს. ეცი ვიმახოთ აბა. აუ, რა ძალიან მძაფრი გემო აქვს. ბიჭო, კაი დასალევია, მაგრამ მე ხა მე წამოიღო. შიგნით სად ჩადის ახლა რა სწვალს ყველაფერი ვიგძენი შეჩემა. კიდე ეს მინდოდა მე. ამას ვირჩევნია აი თვითონ წალახი დამჩა პირში. ჭაჭა 60%-იანი ჭაჭა ვირჩევნია ამას. არა, კაია, გემრიელი. ბიჭო, მაგარი გრადუსიანია. ბაიჯუ, ჩინეთის ტრადიციული ძლიერი სასმელი, გემო დასავლური არაყისგან დასავლურიდან განსხვავდება. ხშირად აქვს მარცვლეულის, ხილის, ყვავილების ან ფერმენტირებული არომატები და ბევრისთვის თავიდან საკმაოდ უჩვეულოა. მე არ გამისწოდა. შეიძლება აი კოქტეილში უფრო კარგად შეიძლება რამე ძალიან მძაფრი გემო აქვს. 200 ლარი და 200? ხო. 200. მეცაც გეტყვი გულწრფელად რო გითხრა 50 ლარიც რო ღირდეს მაინც მე მეუბნება ამისთვის, იმიტომ რომ მაგარი ისჩი რა უქნა ეხა არ გამისწორდა საშინლად. კაცი აქვს რომელიც რავი მანქანიზეც დალევს სასმელი რო არის. ხო და მაგას ვამბობ შეჩემა ამაზე თუ ვამბობ ესე იგი რა ყოფილა წარმოგიდგენია. არა ეს შენ ხო არ იცოდი რა იქნება. არა მეც არ ვიცოდი. ხარ მოგეწონა არ შე. არა. როგორც სასმელს დაუწერ 4-ს 10-დან რადგან ლუკამ ესე რაღაცა განსხვავებული ორიგინალური ნამდვილად იყო წავუმატებ იქ 2 ქულას და 6-ს დავუწერ. დავრჩევი ჩემ პირველ აზრზე დალევის მერე რა აზრის დამჩა და 5 ქულას. იმიტომ რომ როგორც ასმელი რა ეგრე ვაფასებ ხა ლუკა მოიტანა და ეს რა. ჰა? 7 ქულა. ჩემგან ლუკაშენ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ბოტლია სვათაშორის. როგორც სასმელს იმის იმედად რომ შეიძლება კოქტეილში კაი იყოს ალბათ 2 ქულას დაუწერდი და როგორც კრეატიულობისთვის და მადლობა ლუკას რომ ზოგადად იმას განაკვირა. მომცა საშუალება რომ რაღაც ახალი გამესინჯა რაც აქამდე არ გამისინჯავს. კნოს ხათრით 7 ქულას დაუწერა, იმიტომ რომ მე 10 დაუწერდი ორი კრეატიულობაშიც და გემოშიც, რომ აიწიოს ცოტა საშუალო. გემოში თუ უწერ 10 დალიე კიდე ერთი. შემდეგი ლოტი არის ნიკოლოზ შევარდნაძის. და ნახოთ რა არის. ხინკალია. ხინკალი რატო ამაში შეჩერა? რაღაცა ალბათ არ არის ჩვეულებრივი ხინკალი. ხო, აშკარად ჩვეულებრივი ხინკალი. არის ჩვეულებრივი. ეს არის ლობიოს ხინკალი. ქინძის соусით და ყვავილოვანი გამოსტოს მარინადით. არ ვიცი რა, მე როგორც ქართველი ტრადიციული მამაკაცი არ მივესალმები ესეთ ხინკალს. ჩაოლ. სამაში როთენა. მჟავეს. არა, ვაფშე. არაფერი მოარა. შენ რაც არის ლობიო ძალიან მშრალია. როგორც შენ სიტყვები. ოღონდ როგორია და ხაშულკა. გასაგებია. ორიგინალურია როგორც გადაწყვეტა, მაგრამ გემოები არ არის ის რაც უნდა იყოს. უკეთესი შეიძლება რომ გაკეთდეს ხოლმე ცელმო. მჟავე ნახე. აი ხა გავსინჯე და ეგეთი ნეიტრალური მჟავეა. აბრის მომცემი. მე ფერისთვის ამბობ. ხო.
მაინც ხინკლის ფორმა რასაც აქვს რო კბიჩავ, ოდნავ წვენს ელოდები შიგნით რაც არ უნდა იყოს. უნდა გააკეთო უეჭვი. არა. მაგ შეგეძლო ტონია ცოტნეს აქვს. შეიძლება თვითონ მაგას არ ველოდებოდი, მაგრამ ნამეტარი მშრალი იყო, მაგრამ უგემური არ იყო ლობიო. ხო, არა, ცუდი არის. ხო. ამიტომ მე დავუწერ 10-დან. 10-დან კიდე ფასი გითხარი. უჯარ გასინჯო გამისწორა. ხო, ექსპერიენსად არ იყო ცუდი. კონჩი გასწორა ძალიან. 5, 10-დან 5. არა, ვაფასებ ეფორტს მართლა ის იყო კრეატიული კერძი იყო. მაგრამ 25 ლარი მაინც ძვირია ჩემი აზრით, პატარა ხინკლებია თან ძალიან და მე დავუწერდი მოდი 6. უცნახევარი იყოს, მაგრამ აი ცოტა რო იმუშავონ და აი ჟავისის გამოასწორონ და ცოტა ლობიოს გემოზეც რო იმუშავონ, იქნება იდეალური და სიამოვნებით შევჭამდი კიდე. მეგობრებო, ცოტნე გავიდა ცოტა ხანი, შევარდნაძემ გაიყვანა გაწურავს და შემოვა. ხო. კაფეს. 1 2 3 აუ, აი, შეჩემა რა. ვა, ბაღაღის ფეხები რა მაგარია. მე არ შევჭამ. ეს ნორიოს იმაში აუზდო რა მოიყვანეთ ეგენია? აი, შეჩემა, არ მინდა. ბიჭო, ეს არის დელიკატესი. აი, გენდა კი არა, აი დელიკატესი. მეც არ მინდა ლუკა, მაგრამ დავაი ჩამა. შეჭამკი არ იმასაც იზამ. ხინკალი დააბრუნე. აუ, რა ფეხზე რა ჭირს? რაც მე ხმაზე შეჩემა. მომიტანო და ნოჭამო. ხა, ზაიდან გამოიცანი მე რა მომოქში. აუ, ეგენა წერე მინდოდა რა. ჩემი კარგი. მაგარი. სუნი ხალხის სუნია შეჩემა. მოხარშული. სულად მოხარშული გადმისუნი. დედა არ მინდა ბაღაყი არ შევჭამ. ბიჭო, ეს არ ისი რა გინდა? რა? ამიტომ რაც არის 85 ლარი გინდა. აკუნდებია, ყვარაა შეჩემა. მავანი ხო? მოვარი. ხებს ამატებს ახლა ბაღაყის იმას, პარკლებს. ბიჭო, გემიერია. აი, ჩვეულებრივი ხორცის გემო. როვის რო ბაყაყია ვერ ვჭამე ჩემო. გემიერია. აა, ბაღაყის სისხლი უნდა კონდეს, ხო კაია ეს. კაი, დავარჯი შეფაღაკები ყავს. აშკარადი. ბიჭო, მე გულკერდი მევასება, მარტო ფეხები რატო არა. თეთრი ხორცი. ნუ ეს არის ის რა ქვია, უფრო დელიკატესი. ბიჭო, იმდენად ნეიტრალური გემო აქვს, ანუ არც disgusting და არც გადასარევი, რომ არ შეჭამ ბაღაყს. არ შევჭამ ხო. მაგალითად იქ აი, ბოდიში შეგაწყვეტინებ. კარგად სანელებლებში და იმაში რო იყოს, უფრო კარგად გაკეთებული, რატომაც არა. ერთი რაღაც აკლია ამას. ეხა ლიმონი არა აქვს რა. ლიმონი და აი ლიმონი რო კონდეს ეხა. ხო, შეიძლება სანელები მოუშველოს, აი ნიუ-იორკმა და რაღაცები. მართლა. ნიუ-იორკშიც კეთდება. ეს უბრალოდ ბიოპილით და კაი, კრეატიულობაში მე დაგიწერ მაღალ ფულას, მაინც იმიტომ რომ არ ველოდი ბაყაყს რო მოიტანდი. ვაფშე ინტრო დაგეჭირა უკეთესი იქნებოდა და გაგიტყავებინა, მაგრამ დაგიწერ 8-ს დაგიწერ კრეატიულობაში და გემო 3 ანუ 3. მაგრამ საშუალო ქულა უნდა დაწერო. 5 პაში რავი. გაგიყო. დაუწერდი 7-ს. ანუ კრეატიულიც იყო და ცუდი არ იყო, გემოზე იჭმება რა. ნაჭამი ქონდა? არა, პირველ რიგში. არა, რა თქმა უნდა. რომ პირველ პირველ გავსვი. ნეც ეგრე ვიტყვი 7 ქულა დაუწერ. ნორიოშო დავინახო ხოლმე, ეხა უკვე სხვანაირად ჩეხე, სხვა თვალით ჩეხე. არა, მე 10-იანი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და ამას მე წავიღებ თუ შეიძლება ბიჭებო. 5-დან 9 მიმართავ, რა 5 და 9 კაია, მაგრამ 6 და 7 უფრო საინტერესო მარკეტინგული იქნებოდა რა. 5 და 9. აა, 6 და 9. 6-7 ბიჭო. 6-7. 5-9 არ გამოდის. ხო. ხო, სხვა შორის ეს 9-0 დაამატეს. ახალი გემო, ახალი გრადუსი. ვეგანური ხორცით არის რა. ინდისი ვენდისის ხელოვნური ხორცით გაკეთებული ბურგერები ძალიან გავსვან აღწ ხორცსო და ეხლა შევაფასოთ მე ეგრე გადავწყვეტე რომ მეთქი თქვენც არ გეკნებათ გასინჯული და მოდი ერთად გავსინჯოთ თქო. მაინტერესებდა ძალიან მოკლედ ეს ამბავი და ცოტა დიდი მადლობა. ახლა მე არ გამოვიძახებდი ალბათ, იმიტომ რომ ხორცისტი ვარ. ხო, მეც მაგამ ბავში ვარ მართლა. და ეს ამის გადაღება რომ გადავწყვეტეთ მეთქი იდეალური ვარიანტია თქო. პატარა კატლეტია ძალიან პროსტა რა. ხო. ხორცი მაინც არის რა გენანებაჩი. კატლეტი არა. მე ორ მაგის იყო, მაგრამ ამჟამად გავშლები. ცუდი არა. ცუდი არის, მაგრამ ხორცის ეს სიმძაფრე რაც არის არა აქვს. რა თქმა უნდა. შეჭამდა უკმაყოფილო არ დარჩები რა, ის არ გაქვს რომ ფუ ეს რა ვჭამე თქო. იცი რა არის?
ადამიანები ვინც ხორცს არ ჭამენ ძალიან ბევრი. შეიძლება რაღაც ნოსტალგიის და მომენტების მომენტი გემოსი კონდეთ ახლა უბრალოდ არ უნდათ ისე გადაწყვიტეს. იმის ჩასანაცვლოდ მე მგონი ძალიან კაი ვარიანტია. ამდენად. რომ მოგენატროს რაღაცა და თან ხორცს წაგინა რომ ჭამ, მე მგონი მაგისთვის კარგი ვარიანტია. სადღაც 6 ქულას დავუწერ რა. 7-საც შეიძლება 7. მეც 6 ფიქრობდი, 6 დავუწერ. კრეატიულიც იყო რომ აი ეგრე ვენდის არ მოგაფიქრდებოდა რომ გამოგეძახა. და მე მაღლა ვიცოდი რომ ჩემს გული ჩემი როცის და მე ერთ ქულას დავუწერ. როგორც ცხოველთა დამცველი ბაღების კრეატივის გამოსწორდა ხო რაღაც წინაზე რომ ლაპარაკობდით და მაგიტო გადავწყვიტეო, მაგრამ მაინც ერთი ქულას დავუწერ. ძალიან მაგარი გადასვლა იყო ისე ხო ბაყებიდან ამაზე. ერთის ბევრი არის. არ დავუწერ, მე ასეულას. მოშევიჯერე ისევ და 7 ქულას. 7 ქულას, რადგან ეს არსებობს და ზოგადად კაი რაღაცაა, რომ ვინც არ ჭამს ხორცს, შეუძლია რომ ბურგერით დათქმეს და საკმაოდ გემრიელი. ესეთი ბურგერი ქონდათ მარტო თუ სხვანაირებიც იყო? ეს ქონდა და ესეთი ორმაგი და კიდევ რეპები და რაღაცები. 13 და 40-45 გამოდის ერთი იმის ღირებულება. 13 ლარი ღირდა ის შაურმაც ხო კალა. და ხორცი ქონდა პოზიცია. ხო მე. მასტერშეფში იყო ესეთი ფინალის დროს. ანუ საუზმე, სადილი და დესერტი რა მე უნდა ყოფილიყო ერთი კონცეფციის რა. და მეც გადავწყვიტე რომ ეს ორი რაღაცა იყოს ერთი. სპორტი. ეს ხო იყო ვესტის შაურმა რა. და ისტის სპორტი. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ნორიოში ისტის შაურმა. მე ხავე ძალიან დაპოპულარს უწერ ხო. როგორც კრეატიული იდეა. ანუ ეს ვესტის იყო მარტყოფში და ნორიო ისტის შაურმა გამოვუშვა და სოციალ შეფუთვაზე აწერია და საინტერესო. კიდე კაი 4 კერძი არ ქონდა მოსათანით, ამდენ შაურმას რა შეჭამდა ჩრდილოეთის სიალი. ეს არის უკვე ისტის შაურმა, რომელიც ნორიოში შეგიძლიათ მიირთვათ, არის ხელმისაწვდომი და თამაშდება სკუტერი და PlayStation რაც მოხიდულობდი ბილეთის ჩავაგდე. იმედია გემოზე კარგია. ამათაც გვიცნეს სხვათა შორის. ბიჭები ჩამოიყვნენ დავპატიჟებ, ხო? შემდეგ რა ამათაც მოდი, ისტის შაურმის ტიპები წაიყვანე ვესტის შაურმაში. ჩემი ვიცი. და ისინი აქეთ და მარტო ისტის შაურმაში რა თამაშებენ რაღაცებს. ჩვენს ვათამაშებთ. გადასვლა იყო ჩემი. ჩემი პროდიუსერმა ყურში მაცნობა ეხლა მიძრახა და გეტყვით რომ ამ თვეში რადგან ჯგუფში არ გვაქვს გათამაშება, გადავწყვიტე რომ დავაწესოთ პრიზი და 15 ივლისამდე TikTok-ზე რამე ნებისმიერი edit იქნება, მიმი, ვინც გააკეთებს ოქტოპუსის თემატიკაზე hashtag-ით ოქტოპუსი ბიჭო, PlayStation 5 გადაეცემა მას. ჩვენ მიერ არჩეული, ესე თქვა, ყველაზე მეტად რომელიც მოგვეწონება იმ ადამიანს გადაეცემა PlayStation 5, ამიტომ ნახობის მომატება, დაბუსტვა, ინდოელი ბოტების შემოსება და ასე შემდეგ, ყიზილბაშების შემოსება არ იქნება. და კალა, თუ უფრო მეტი კარგი ვიდეო იქნება იდეაში, რაღაც კიდე უფრო მოგვეწონება მეორე, მესამე ან რაღაცა, რაღაც პრიზებს დავამატებთ ყოველ შემთხვევაში, ესე ვფიქრობთ ჩვენ, ასე რომ არ დაინანოთ და ბევრი გააკეთეთ და ჩვენს გავერთოვით და თქვენს გაერთეთ. #ოქტოპუსი ბიჭო. და ამ ჰეშტეგში და ამ გათამაშებაში ჩემზე რომელიც იქნება ყველაზე კარგი ვიდეო 20 ლარს დაგმიგიცხობთ. ხო. ხო გაუწოდა არ მინდაო თავი გამიქნი. აი. უფრო მზაფრია, კაი გემოაქვს ჩემთვის ამას. ჩვენთვის ძალიან ბევრი მარილი აქვს. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო შაურმა, მაგრამ ცუდი არ არის. ნამდვილად. მე მომეწონა ესეც. ლაში არის ხო შენთვის? ლაში არის და ცოტა ხაროც არის ცოტა. ბიჭო არის. სიტყვები მომეწონა. პოტენციალი აქვს ამასაც. მშრალი რავი. მარილს დავაკლოთ, მეტი соуსი რაღაცა ისა და ჩიჩიაც ოდნავ ზედმეტად არის გამომშრალი. აი ეგრე რო არ იყოს, ვაფშე ძალიან ძროხა. თვითონ ხორცი მართლა საკაიფოა. ხორცი ორივე შაურმას ქონდა ისეთი, რომ თბილისში მაგალითად ბევრ შაურმას არ აქვს ეგრე რა. კაი, იმას 7 დაუწერე მე.
იმას 6 უწერ და ამას უწერ 7. 7 მეც. შეუ. მან წყლის ბოთლი ხო არის ერთი ჩიქა დამისხირა და მომაწოდა. ბარი შეიძლება. ხელებზე რომ დაუსხო კიდე ერთად. Let's the music play. Oh, da. Ah, baby. Never gonna give you up. I'm never gonna give it up. მადლობ გენაცვლ. ყოველთვის მინდოდა ეს რა ჩვენი ფეხები. ჩემ დიდ ბებიას ერქვა ლიმონკა. მეუღლეს აერქვა? პლატონი. რა, ანგეში ვის ერქვა? ანგეში სხვა იყო. აა. მე მინდოდა ცოტა განსხვავებული რაღაც მომეტანა. რომ დესერტადაც წასულიყო და მაგარი დესერტი არის. ყოფილიყო რა. ეს უნდა გამოკრათ მეგობრებო. და არაფერი გადასაუყობდი ისე გამოკარით. ოპა. დააკაჩავებიდი. ესეც დააკაჩავებიდი. ეს სხვა რა. რატო არის? შეატო არის. ამას არა, მაგაცა აი გუნდი შემჭამა უკვე. და ენაზე უნდა დაისხა. მე ნაჭამი მაგ კაცს აღარ მინდა. გასინჯე ხა. ის არის შეჩემა. ჩუპა-ჩუპსები რო იყო, ხო იცი ვაშლის, იმინა მაგის გემოა. რა მაგარია. ფიჩო. არ გადმოდი შეჩემ. აი მოახლოვე ზუკი. ესე გადმოდის. განსხვავდა გადმოდის. ვა, აბა ესე მეხოთა ხო? მუღამი მთელი ესა, ჩხ შეჩემა. არ გადმოდის. მე შუშას უნდა მიასხა და უნდა აღვოს ვაინ. რომეში ხავსად იძარა, იდამ? მე ვიცი ჩას ხავს შეჩემა. მე წეგრე დავლია და ძალიან ამიწვა ყელი და ძალიან ტკბილია. ასევე კამფეტები მოგიტანეთ. ეს არ არის თამაშგარეა, ბონუსია, მაგრამ კამფეტები მოგიტანეთ ასევე, რომელიც უნდა გავსინჯოთ ერთად. ერთად გუნდიში. დავაი. შენ? ცეცხლი რატო ახაძე? რა საკეთებ შეჩემა? აი, იმის გემოა შეჩემა. ჭამე. რა? აუ, ხელის წამალი რო იყო, იმინა მაგ გემოა. მიდი, უნდა იმას შიგნით ისა აქვს. რა, უნდა გახეთქო, მიდი. მართლა? ხო. აი, შავი ლიმონი როა ეგ არის. გახეთქე? აუ, არა. გახეთქე. რა გავხერკო, შეჯემ ყვილები ჩამომტროა. არ ჩამოგემტროა გახეთქე. შენ გახეთქე? ხო მაგარია. მე გასინჯული მქონდა უკვე და აღარ გავსკიჩო. აუ, ცოტნე იმინა. საშინელება. მართლა? ეს მიაყოლე. გახეთქე. რა გახეთ კაცები. ჩად, პროსტა ფაფასოა. ეს მაო ისა გახეთქავ მართლა ეს არის ისა დამატებითიო ეს არ არის ვიდეოს კონცეფტი. ხო, გავიგე. მოგეტანად შევაფასებდი. აი, ლიმონკები არ მინდა ეს ჭამე. აი, გახეთქა გუნდიშო. მე ბოლომდე ვჭამე. რა არის ეგეთი ანუ? წყლები ხო იცი? თუ ვერ ხეთქავ ხარ, არ მინდა. ედა აი რა განდონება ვთქვა, რატომ მოგიტანა? რა გინდა ბიჭო, ხო განსხვავებულია რაღაცა. ზატო ეს მოგვიტანა რა. ხოდა რა თქვა? გუნდიში. ის ნახი გაქვს. აქვია. დამედამბერი. ინაღამ თვალში შემასხამ, ნაბოზარ მამა. შენაბოსა. აი, დუშო. გავიძე. ცოტნე არ დაასრულო. ბაცა, ჩემი ხუმრობა იყო შენ. რა ხოშე. მაგას მომბობდი. სანამ გადავალთ შემდეგ ლოტზე, ჩვენ კიდევ ერთ სპონსორი ყავს, ეს არის TBC დაზღვევა. ხო. გუნდი ხვარ დაგჭირებია TBC დაზღვევა, MTPL-ის დაზღვევა რო გაქვს 17 ლარიანი. ჯერ არა სხვათა შორის. კაიხანი არ დაგჭირდება შენ. მე არ დამჭირდება кайხანი ეს მართალია. მაგრამ კაია. თავს უფრო ისე გძნობ რა. დაცულად. ამე არ მაქვს ჯერ დაზღვევა სხვათა შორის. მირჩევდით ხო? კი, იმიტომ რომ 10000 ლარამდე თანხას აუნაზღაურებს. ამ ადამიანს თუ რამეს დაუშავებ ვინმე სხვას. თან ახალი მძღოლი ვარ მე და ძალიან დიდი შანსია რომ დაუშავო ვინმეს რა. ხო. მიუხედავად იმისა, რომ შენ ავტოპილოტზე დადიხარ. ეგეც მართალია. ხო, 17 ლარი ღირს თვეში ამ ყველაფრის აღება. TBC Mobile Bank-იდანაც ხდება და TBC დაზღვევის საიტიდანაც და შეგიძლიათ დააზღვიოთ 17 ლარად. ხო, ანუ სხვის იმასე ჯანმრთელობასაც აზღვევს ასევე და სხვის ზარალსაც რასაც 10000 ლარი. 10000 ლარამდე. მარტივი ასაღებია ძალიან და ჩემი აზრით ღირს რავი რა, თავის დაცვის მონჩი და რაღაც ასწორე. ხა 17 ლარი რა. თავისუფლად დადიხარ. 17 ლარი დააწყრო რომ ეს ყლება. ორი ლიმონკაში გავიქნიე.
14 იყო. 2 ლიმონკა 14. 2 ლიმონკა 14. 17 წლად 3 ლიმონკა არ მოგდის და შენ. მე შემეძლო რომ 2 ცალი მომეტანა ეს და გვეწუწავებინა ერთმანეთის პირებში, მაგრამ 4 ცალი მოვიტანე. ხო. არაფრის. მეხუთე შენთვის. ეგ ცალკე მაგ. ნახდი. ეს არ გახსნა. ცოტა იქით გაცი. კრეატივში დაუწერ 7-ს. 7-ს კი არა 10-ია კრეატივი. ლიმონკა რომელსაც გემში იწუწებ ბიჭო. და ჯამში გამოდის სადღაც იცი რატო დაუწერა 2? იმიტომ რომ მწვანე აშლის, მწვანე ვაშლის გემო აქვს. მწვანე ვაშლის გემო აქვს. სვანი და აშლი. ხილს ებრძვიან აქ შაურმები და ეს ყუჩის აშლი. ხო, რავი, ჩემგან ლუკა 5 კუ. ეს ძალიან თუ არ გაგიტანო ტაქში. 7. აბა რა. 7? ჯიჯი. ბიჭო, გადაობა და წვენია და რაღაცა ორიგინალური არის. ამას? აუ, მე მგონი ეს უნდა მიაყოლო იმ არახში. ჩემო და ძალიან თესლ გემოზე დაждდება 2. მოდი აპოცა. გამარაულე. რევალდო. 3 2 1. ვაიმე აღდგა. სველი რატოაშიც. ვა! ნახე, ზუსტად ესეთივია. შრამი აქვს. აი მეგობრებო, ნიკოლოს მადლობა შევრო ესე მოინდომე და დააწებებინე. ისევ აღდგა გიტარა და ჩემი სოლო კარიერა და ჩემი კონცერტები გაუქმებული რაც იყო, უკვე გელოდებით ქარელში მაქვს სხვადასხვა პირველი გასვლა და 15 ივნისს კულტურის ცენტრში ქარელის თუ ვერ მიაგენით და არ აქვს ქარელის კულტურის ცენტრი. შევ, იმით გადააგდე. ეს არის შეფ ლუკას იმიდან სასადილოდან. შეფ ლუკას სასადილოდან არის. მაგარი გახალტურებულია ჩემი აზრით რა. ცეხი სასადილოდან. ქათმის სალათი, თავისი handmade მაიონეზით, ლარფ მსხლით, ჯონჯორით, ჭარხის ფოთლით და შოთის ჩიფსით. რატოზე არ თუ შოთის ჩიფსი? როგორ გამოიყურება ეგ გადავს. მსხალი ხეჭეჭურია, ანუ აი იმიტომ რომ ამ საათ ხეჭეჭური უხდება ძალიან, იცით? არა, ნახე, მსხლის ჩანაფიქრი რომ სიხალის შემოეტანა აქ. ცუდი არ არის, კაია. მე მაგალითად მსხალი ცალკე რომ მოეტანა, რომ მომეწონებოდა. მე და გადავწყვეტ მივირთო თუ არა მსხალი ამასთან ერთად. შოთის ჩიფსებზე აკეთე. შენ რომ მოგეტანა ეხა ხე საიდანაც მოუწყვიტავდი ამ სხალს და ჩემი ჩავაჭრიდი გაცილებით ავთენტური იქნებოდა ეს კერძი ვიდრე ახლა იმიტომ რომ სხალი თითქოს გარდაიცვალა აი ამ სალხში მომზადებულ მაიონეზში დიდი მადლობა აი იმდენად არასაჩემო რა საჭმელია რომ რა კაი გასართობია ხო არ მე მაინც ხინკალი მტადი ჩიჩია რაღაცა ის რაღაცა ის ბაღი ბაღი ხო არა ქათმის სალათი ხო ქათმის სალათი ერქვა ფასი 20 ლარი ხო ნორმალურია მithumedes მაგალითისთვის ხო ქათმის სალათი ჩვეულებრივი მირჩევნია სიმართლე გითხრათ ამდენი რაღაცა რომ ემატება ქათმის გემო აღარ არის არც ანუ ესეთი სალათი არ მიყვარს მე არ გიждები ამიტომ ახალგაზრდას ვერ დაუწერდი მაგრამ კრეატიული კერძი არის როგორც ასეთი მიგნებები არის რაღაცა არა ლუკა მიცის რაღაცები ახლა ვა მიშელ ბიჭია მე მოიწონზე ამბობდა მე მომეწონა გემრიელი კერძი იყო თუ მოიწდება სულ მე მომეწონა ანუ დადებითისკენ შევაფასებდი მაინც კი ხო მეც ანუ შვენიერი გემრიელი კერძია რა ეგზოტიკაა თან ესეთ მაგრამ ნახე ქათამი არ არის შემეზე ძლიერი რა ანუ სხვა რაღაც თვითონ ნაკაჩევები არა აი ქათამი არის ისე კარგი შეზღუდული არა და აი რაც აქვს ირგვლივ ეგენ ძალიან კაი იყო მაგრამ ქათამი უფრო გემრიელი შეიძლება ყოფილიყო შეიძლება მაგრამ არ იყო მე დავაკლებ ამას კლას იმიტომ რომ სამართლეში არ მივიდა ლუკა პოდკასტში თუ არა რატო უნდა მისულიყო ეგეც მართალია მე მოუმატებ
ცოტა რა მისულიყო. აი 5-ს დაუწერდი. შევას ამ შემოქმედებას და თლიანად კერტს და შემდეგ დაუწერ მე 7 ქულას დაგიწერ. მე 8 ქულას დაგიწერ, რომ მსხალი მომეწონა ძა. კერჯი მაღალი შეფასება ალბათ 8, 9-ც, იმიტომ ძალიან მომეწონა და შევას ხო რა ვინ მივიდა რესტორანში წამოიღო. შემდეგ ვისია. შემდეგი არის გუნდი გუნდი შემოიტანა ხარის და უნდა გვალოკინოს. შორს არ ვარ? შეხوارა. აუ დაჟე ეგრე მძიმედ დავარ და ხმამო ყოფილიყო 3 2 1 ვაგზლის პეროშკი რას გვაშინებ ეს არის ვაგზალზე ნაყიდი ხორცის ღვეზელი. აი შეჩენა. აუ ხორცი არა. აი შეჩემ ესეთები მიჭამია ბავშვობაში მაგიტო კარგი სტრაკი ამ ღვეზელმა დაჭრა მადონა კოიძე ერთხელ. აბაჟე შელიბონია? ბიჭო, ხორცი არის, მართლა მოიწონა გავ. ესეთი გაძეძგილი ცომით არ მინახავს. ანუ ხორცი არ არის შიგნით. ყველაში დაში აუ რა კაი პურია. ტუჩი რა გასხმიან და ეგრევე. აა ნაკრებს არ მქონდა უკვე გამოსხმიან და. ახსოვს რომ თქვი ბავშვობაში ესეთების მეტი რა მიჭამია თქო? ესეთი ჯამია მაშინ. მაშინ ესეთი არ მიჭამია არაფერის ბო. მე მომეწონა. არა, ნუ მგონია რომ შეიძლება ის უგემური და რაღაც არ არის. მე მგონია რომ მომწამლოს. გონია არა უკვე მოგწამლა. ხო, ეგეც ხა. ჩაყოლო მოიცალ. არა, კაი იყო. მე პროსტა ბევრი ვჭამე ზოგადად შაურმა და ვეღარ ვჭამ, თორე დავამთავრებდი უეჭველი. ანუ ეთყობა რა, ეთყობა რამხელა რამდენჯერ გამოსულ ზეთშია, გამოუცვლელ ზეთშია, ხო, არა, შეჩემი. ზეთი არ არის ეგო. ხო, მანქანიზეთშია. მარტო ცომია შეჭ. ეს მაგრამ ხორცი ბიჭო 10 კილო იღებს ეს ხორცი და დაჩარდე რა ცოტა მეტი რა მშდედავათი რა. ანუ აი ეს არის ხორციანი ღვეზელი, ქვია ამას. აი რამდენი გრამი იქნება ამ ნახევარიმაში? ნახევარი. თან ბრინჯიც აქვს. ხო, ნუ უფრო მეტი. გააბე თქმა უნდა. ეხა ძალიან მაგარი რო ყოფილიყო და ვაგზალზე რო ხალხს დაიწყო სიარული რომ ეს რა მეგობრებო ვაგზალზე შეგიძლიათ იაროთ მაგრამ ხორცის ღვეზელს მოიყიდით ამას ჯობია ვინც აკეთებს ეხლა მესმის კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული რომ ესე შეიძლება ყიდიდეს ადამიანი და საცხობი ქონდეს ის მაგრამ მართლა ჯობია რომ ცოტა ალბათ მეტი დააწესოს ფასი რომ ხორცის ღვეზელი ქვია და ხორცი არ იყო რა ან ხორცის ღვეზელს დავანებოთ თავი კარტოფილს იაფიას მივაწვეთ სოკო კი ბატონო მიქლიო მანჭყვალა, მარწყვილო, არისო ეს. ასე ამხელო, ორიგინალ კრეატივში 10-დან. რავი, ანუ 10 მართლა, რომ აი ესე ვაგზლის ის გუნდიშა დაეცა. რაც ეხლა ღვეზელს თვითონ 1 იყო მართლა. შეიძლება 2, აი 4 ცალი იყო რა და. თვითონ ცომი და ეს ხა ეს სულად შესრულებული ეგეთ არ იყო, რომ აი ძალიან იმას ქნა რა, ანუ უბრალოდ უხორცობის პრობლემა იყო. ჯამში სადღაც 7-8 კილოს დაუწერდი, იმიტომ რომ კრეატივის გამო. 5. კრეატივობის გამო რა თქმა უნდა, ასე. გამოვახტოთ ხელი ერთმანეთს. 7. მადლობა. ხორის ყურები, ყურებია. შეჩიმა, კაი. ვიცი რომ გაგიხარდა კნო, მაგრამ აუ, ვერ ვიტან ესეთ რაღაცა. თან ორ გემოში არის წარმოდგენილი. ერთი არის ნიბრიანი, მეორე აჯიკით. ბაღი ჭამე შეჩემო ეხლა. ბაღი გადაირთხა სახეზე. ვინა არ მიყვარ. უნდა ჭამო. რაც მინდა მე მითქვია შეჩემო, შეჭამე. ფანიერია შეჩემო. ნახება.
Flashback. ხებს ამატებს ახლა ბაყაყის იმას, პარკლებს. ბიჭო, გემრიელია. End of flashback. რავი მე მგონი ეს რა ვჭამეთ ხო არ არის, მაგრამ უძე მე მგონი გაასწორებს. მე მგონი რა ეხა ვეგავსინჯო. უძე გაასწორა. კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბაყაყშობია. ნივრიანი არ გავსინჯოთ? ჩაწერის მე. ვიცი რომ ვიღაცებს ზანევასებ. 6 ნახევარს დაუწერე, 6 წელი 7 წელი, 6 ნახევარი კლიანობაში. აი მე 6 დაუწერ. იყოს მოდი. კრეატიულობაში 14, ყურებს 0. ანუ 7. ხო. რანაირად? არ ვიცი რანაირად? მაგრამ იყო 7. და პატივცემულო მეგობრებო, ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო დასაგემოვნებელი ამბავი. იმედია მოგეწონათ. როგორ შეაფასებდით მსგავს ვიდეოს? გადასალევთ. შემდეგ ეპიზოდში მარტო აზიურები გვექნება, იმიტომ რომ იქ რო შევედი, იმდენი განსხვავებული რაღაცა იყო, რომ რა მომრჩევინა ეს სასმელი კაცო, რა მინდოდა. რაღაცა გასაკეთებია. ნუ, შემდეგში ჩვენით გავაკეთოთ, ბაზარი არა. ხალხს მოგწეს მიმართულება, როგორ წავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ გამომწერებს ყოველთვის ყურს უგდებთ ხოლმე. და აი ყური. აი ჩვენი კონტენტის წარმდგენი გახლავთ Betson სპორტი. გამოწერეთ Betson სპორტის აპლიკაცია, Betson სპორტზე მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში 2 დღეში ახლა გექნება ხოლმე გადაცემები, შუა დღეს და შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ. დანარჩენი ბიჭებო, უღრმესი მადლობა გაწეული შრომისთვის და ეს ვიდეო თუ ავა 11,000 ლაიქზე, გადავიპარსავთ მას. ქერად. გადავიპარსავთ მას ქერად. მადლობა ჩვენ სპონსორებს TBC-ს 5-დან 0 და 9-დან 0 შემოვიდა კიდევ. TBC დაზღვევა და ჩვენ წამდგეს Betson სპორტს და კიდევ ერთხელ ვაანონსებთ #ოქტოპუსი. კიდევ ერთხელ ვაანონსებთ, რომ #ოქტოპუსი ბიჭოზე TikTok-ებს ავარჩევთ ჩვენ და 15 ივლისამდე ვინც ყველაზე კარგ ვიდეოს გააკეთებს, გადავწევთ PlayStation 5-ს და კიდევ სხვა პრიზები შეიძლება იყოს. მომავალ შეხვედრამდე კარგად. ნახვამდის.